გამარჯობათ მეგობრებო. ვისაც აინტერესებდა ეს სქემა. ბევრმა ნახა ეს წინდა და როგორ მოვგზავნოთო ეს სქემა. ეს არის ხევსურული სქემა და ქვია ქისტურა. არ ვიცი მეგობრებო, რატომ ქვია ქისტურა სქემას. რა ვიცი, ხევსურეთის მოსაზღვრეა ქისტეთი და მტრობდნენ და მეგობრობდნენ. შეიძლება იქიდან აქვს წარმოშობა, ხო, ჩვენ ხო არ ვიცით. არის ძალიან ლამაზი სქემა. ეს წინდა ვიდეოებს როცა ვწერ, ბევრმა ნახა და დაინტერესდნენ, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, აი აქ არის. დანომრილია რიგები. უბრალოდ დააკვირდით ეს აი ასე რომ მოდის, შემდეგ ნახეთ ეს ყოა პირველი რიგი და იწყებ. ახლა ეს ნახე როგორ მიდის. ახლა ეს ნახე აქედან როგორ მიდის. აი ძალიან საინტერესო სქემა. და აი ასეთია მოქსოვილი. ეხლა ამ ფერებში შეიძლება კადრში კარგად არ ჩანდეს. შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები და სხვადასხვა ფერებში მოგხსოვოთ. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადაიტანოთ ეს სქემა, გადაიღოთ და მოგხსოვოთ. ეს წინდა მოქსოვილია ალბათ 1.5 ნომერი ჩხირებით. არ ვიცი რა ნომერია, მაგრამ ძალიან წმინდა წვრილი ჩხირებია და შესაბამისად ნაქსოვიც ძალიან წმინდა და ლამაზი გამოდის. ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 3 ნომერი ჩხირებით. აი ეს ძაფია. აი ეს ძაფია. აწერია იქსოვება 3 ნომერი ჩხირებით. არის შალნარევი, 60% შალი აქვს და იცით და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ წინდები ყოველთვის გსოვეთ შალნარევი ძაფით, რომ წინდამ თავი დაიჭიროს და არ გაიწელოს და სქემაც არ დაიკარგოს შემდეგ ამ ძაფის გაწელვა გამოწელვაში. ეს სქემა შეგიძლიათ გადაიღოთ და კიდევ რა მინდა გითხრათ. ახლა ეს წინდა და აი ეს წინდა. აი ესეა მოქსოვილი, ნახეთ. 1.5 მაქსიმუმ 2 ნომერი ჩხირებით, არ ვიცი და ეს არის 3.5 მე მგონი. აი როგორი სხვაობა არის. შესაბამისად ძაფიც არის, რომელიც იქსოვება აი ეს 4 ნომერი ჩხირებით. ეს გითხარით უკვე და ძალიან ლამაზია ორივე. უბრალოდ ვისაც სურვილი ექნება, რომ ქსოვოს აი ასეთი წმინდა ნაქსოვი იყოს და ასეთი წინდები, ქსოვეთ აი წვრილი ჩხირებით და უფრო წვრილი ძაფით, როგორც თქვი. არის კიდე უფრო 2 ნომერი ჩხირებით რო იქსოვება ძაფი, უფრო წმინდა ძაფი, უფრო წმინდა ნაქსოვი გამოდის და დაწყებაც, რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა. არის სხვილი ძაფი და არის აი ახლა ეს წინდები არის ორივე 38 ზომა. ამ ძაფზე რო ვგსოვთ, 38 ზომა წინდა სჭირდება ჩხირზე, ჩვენ ხო ჩხირზე რამდენ თვალს ვიღებთ ისე განსაზღვრავთ ზომას, ხო?
ჭირზე 12 თვალია, 38 ზომა წინდას რაც ჭირდება. და დაწყებულია აქ აი 5 და 5 თვალი თითო ჭირზე რო აიღო. მთლიანობაში იღება 10 თვალს, გაყოფ 20 თვალია და იწყებ მატებას, ხო? და დააყენებ თითო ჭირზე 12 თვალს მოგსო 38 ზომა წინდას. ახლა ესაც 38 ზომა წინდა. და არის როგორც წეღან გითხარით მოგსოვილი აი ასეთი 1.5-2 ნომერი ჭირებით შესაბამისად ძაფიც რო იქსოვება ასე მაქსიმუმ 3 ნომერი ჭირებით ისეთი ძაფით გსოვთ. დაწყება არის 13 თვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ 7 თვალია თითო ჭირზე დაწყებისას. უმატებ და აქ რომ ახვალ გაქვს 15 თვალი. განსხვავებით ამისა, ესა გაქვს 12 თვალი. აქა გაქვს 15 თვალი. მე ვსაუბრობ 38 ზომა წინდაზე. ორივე არის 38 ზომა. ამხელა სხვაობა არის, როცა გსოვ წვრილი ძაფით და წვრილი ჭირებით, სხვილი ძაფით და სხვილი ჭირებით. აი ასე. ახლა ნახე, მე გეუბნები ორივე 38 ზომა და არის კაცო. ნამდვილად არის. ნახე? მოვედით ქუსლამდე. 12 თვალია ჭირზე, 15 თვალია ჭირზე. ქუსლი. აი ეს ქუსლი. როცა გსოვთ ქუსლს, ტოვებთ ბოლოს 3 თვალს, ხო? 2 თვალი შიგნით, 1 თვალი აკლდება და გვაქვს 3 თვალი, რო გადავიტანოთ ჭირზე. ფაქტიურად აქ გვაქვს მთლიანობაში 6 თვალი. ახლა აქ ნახე, აქ რომ ასე გააკეთო, აი ამის ნახევარი გამოგივა ასეთი პატარა ქუსლი არ შეიძლება ახლა წინდას და ზომას გააჩნია თავისი შესაბამისად ქუსლი უნდა გქონდეს, რომ წინდა არ იყოს არანორმალური, ხო? იყოს ნორმალური, ასე ვთქვათ. აი აქ არის 5 თვალი რჩება ერთ მხარეს, 4 თვალი და კლება, 4 თვალი და კლება 5 თვალი მეორე მხარეს. სხვა ამ ჭირზე და ამ ჭირზე ქუსლს რო გამოიყვან 5 თვალი რჩება. ესე იგი, აქ თურმეს გსოვდი მთლიანობაში 10 თვალს. ამ თვალზე უკლებდი, შიგით 8 თვალი გსოვებოდა და 10 თვალი გაკ ბოლოს რო გაყო, აქეთ ჭირზე 5 თვალი რო დატო. ასეთი სხვაობა არის ამ ძაფებს და ჭირებს შორის როცა გსოვთ. ზომა ერთი და იგივე კიდევ ამბობ. ახლა ამ ყველაფერს რატო ვამბობ? თავიდან სულ ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ დამწყებებმა გსოვეთ სხვილი ჭირებით, შესაბამისად სხვილი ძაფით, რომ კარგად მიაჩვიოთ ხელი და ხელი არ გატკინოთ ამ წვრილმა ძაფმა და წვრილმა ჭირებმა. როცა კარგად ისწავლით ქსოვას, შემდეგ თუ გინდათ ასეთი მოგსოვეთ, თუ გინდათ ასეთი მოგსოვეთ, თქვენ როგორც გაგეხარდებათ, შემდეგ ისეთი მოგსოვეთ. ერთი სიტყვით ეს სქემა, აი ამ ქისტურასი, პირველი რიგი დანომრილია აქ ყველა რიგი და ასე თუ ისე უკვე ვიცით ჩვენ სქემის წაკითხვა, ვინც მომყვებით დავგსოვთ წინდებს, ეს იქნება აი პირველი თვალი, ნაპირი, კუთხე, საიდანაც ვიწყებთ ხოლმე ათვლას და აუცილებლად ვთვლით ყველა რიგს და ეს არის წინდის ფონი, რითიც ვგსოვთ ცარიელი უჯრები და ეს ჯვრები როა ჩახატული, ეს არის სქემა. აი ეს სქემა არის ეხლა ეს. დაიწყე ქსოვა, აიღე სერი ძაფი, ხო? და ის პირველი რიგი. აი აქ ჩასვამ უკვე სქემას. აი ეს რაც არის, ეს იწყება აი აქედან, აი
ეს ნახე ასე მოყვება აქაც. შემდეგ ეს სქემები ასე არის, აი ეს უკვე აი ესენია. იწყებ დათვლას და ამ თვლების ამოყვანას აი ამ უჯრების მიხედვით. ცარიელი უჯრები არის წინდის ფონი, კიდევ მეორე, აი ეს სერი და ეს ჯვრები არის, რას ფერსაც აირჩევ შემ რომ სქემა მოქსოვო აი ამ სერ ძაფზე, რა ფერსაც აირჩევ. და დაიწყებ ამ თვლების ამოყვანას. შემდეგ გადადიხარ ასეთი შეკითხვა იყო სადღაც წავიკითხე ჩემი ვიდეოების ქვეშ, რომ ეს თვალიო აქო როგორ მიგაქვსო, ესე როგორ მიგაქვსო და აი ასე ბევრი ვიდეოები ამას ჩაწერილი, ნახეთ წინა ვიდეოები, ვისაც დაგაინტერესებთ, აქ რო ამოვიყვანე მე ეს ამ სქემის თვალი, ამ ფერი. აქ უკვე წინდის ფერი ამოვიყვანე, ცარიელი უჯრა ამას ნიშნავს და ერთი ტიკით მოვგზოვე ის ფერი, კიდე ერთი ტიკით შემდეგ რიგზე მოვგზოვე ის ფერი, თან თვლი 1 და მერე, 1, 2 და მერე, 1, 2, 3 და მერე. აქედან შეაერთე და გზაჯვარედინია. შემდეგ ნახე ეს გზაჯვარედინის შემდეგ რიგებზე გაიყო, წავიდა, აქეთ წავიდა, იქით წავიდა. მარჯვნივ რო გზა მიდისო იქ წადიო, მარცხნივ რო მიდის იქეთ წადიო, არც იქეთ წახვიდე, არც აქეთ წახვიდე, მზღაპრის არ იყოს. ასეთია ახლა ჩვენი სქემა, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოგივათ ბოლოს. რაც მთავარი, ეს იქნება თქვენი ნამუშევარი, დამწყებთათვის ბრძოლა, მაგრამ ძალიან კარგი რამე, რასაც თქვენი ხელით გააკეთებთ და რაც ვინმეს უსწავლია, კიდევ ამბობ, ყველა ისწავლის და ჩემზე უკეთესად მოგხსოვთ შემდეგ. წარმატებები მეგობრებო, თუ კიდე რამე გაინტერესებდეთ, კომენტარებში დასვით შეკითხვები.